ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი თუ 60 მილიონი. ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაგავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ გადასახადის გადამხდელების მიმართ. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხმაროთ. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის. შეიძლება მართლაც ევროპას. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენ ფულს არ ვიხდით. ჩვენ ჯიბიდან არც მე პირადად, არც მთავრობის წევრები პირადად პერსონალურ ფულს არსად არ ვიხდით. ეს არის ხალხის ფული, ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული, საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე. დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს.